ხვამლის მთის საიდუმლოებები. ნაწილი პირველი. ოპერაცია ედელვაისი. ედელვაისი არის კოდური სახელწოდება გეგმისა, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიის სრულ ოკუპაციას. ეს გეგმა 1942 წლის 23 ივლისს დაამტკიცა ადოლფ ჰიტლერმა. 1942 წლის 21 აგვისტოს გერმანელებმა იალბუზზე დროშა აღმართეს. ნაცისტთა იდეოლოგების აზრით, იალბუზი იყო არიელთა წმინდა მთა, რომელშიც დამალულია ლეგენდარული შამბალას მითიური ქვეყნის შესასვლელი. გერმანელებმა იალბუზის მიდამოებში ვერანაირ კარებს ვერ მიაგნეს და დაიწყეს ალტერნატიული, ეგრეთ წოდებული მეორე კარის ძიება, რომელიც მათ ხვამლის მთის მიდამოებში ეგულებოდათ. თუმცა მათი ეს გეგმა კრახით დასრულდა. გერმანელმა ნაცისტებმა მარუხის უღელტეხილი ვერ გადმოკვეთეს. ნაწილი მეორე. გადმოცემის თანახმად ხვამლის, იგივე ხომლის მთის მიდამოებში მდებარეობდა ლეგენდარული კოლხი პრინცესის მედეას სასახლე. ამ მთის მიდამოებში შეხვდებით ისეთ მცენარეებს, რომელთა გამოყენება მედიცინაში დიდ გარდატეხას მოახდენს. ლეგენდის თანახმად, მედიცინის ფუძემდებელი მედეა სწორედ ხვამლის, იგივე ხომლის მთის მიდამოებში აცხოვრებდა მითიურ დრაკონს, იგივე გველეშაპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული ოქროს საწმისიც ამ ტერიტორიის მიმდებარედ იყო განთავსებული. ნაწილი მესამე. წარღვნა. რამ გამოიწვია ეგრეთ წოდებული წარღვნა? წარღვნა გამოიწვია რამდენიმე დიდი მეტეორის ჩამოვარდნამ დედამიწაზე. ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდა იუკატანის ნახევარკუნძულზე, რამაც გამოიწვია ამ ტერიტორიის ეგრეთ წოდებული დაბზარვა. ჩემი ვერსიით, აგრეთვე ერთ-ერთი ასეთი მეტეორი ჩამოვარდა ხვამლის მთის მიდამოებში. ამას მარტივად დავადასტურებ. ხვამლის მიმდებარედ თითქმის ყოველ კილომეტრზე შეხვდებით გამოქვაბულებს თუ მღვიმეებს, აგრეთვე კანიონებს. მათი წარმოქმნა შემთხვევით ვერ მოხდებოდა. ნაწილი მეოთხე. გვირაბები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ხვამლის მთის ქვეშ გადის გვირაბი, რომელსაც რამდენიმე ეგრეთ წოდებული ამოსასვლელი აქვს. ამ გვირაბის ერთ-ერთი ამოსასვლელი მდებარეობს აფხაზეთში. სხვა განშტოებები კი, როგორც ცნობილია, მდებარეობს ასხის მთის მიმდებარედ, სამეგრელოში ვარძიის მიმდებარედ, იალბუზის მთის მიმდებარედ, რომელიც გერმანელმა ნაცისტებმა ვერ იპოვეს. აგრეთვე ერთ-ერთი გვირაბის ამოსასვლელი მდებარეობდა გელათის ტაძრის მიდამოებში. ამ გვირაბებში ძალიან დიდი საიდუმლოებები იმალება. ნაწილი მეხუთე. უძველესი პიქტოგრამები. ხვამლის პიქტოგრამებზე გამოსახულია ზოდიაქოს ნიშნები, პლანეტები თუ ეგვიპტური ღმერთები. ესენია მერწყული, თხის რქა, ცხენზე მჟდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, მშვილდოსანი, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი, იგივე მარსი. მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები გავს ანხის გასაღებს, ოსირისისა და ისიდას წმინდა სიმბოლოს. ამ პიქტოგრამების ასაკი არის ძველი წელთაღრიცხვით 3200-3300 წელი.